ეხლა ვურევ, შევცვალე კოვზი, რადგან კარგად არ ირეოდა და ვიფიქრე, რომ ესე უკეთესი იქნებოდა. და ვურევ ეხლა, რომ კარგი მასა მიიღოს. ცოტა სწრაფად ვურევ, მაგრამ ცოტა ძნელიც არის. შემდეგ აი ამ ტაფაზე გადავიტანთ პატარა ალადებს და მერე გემრიელ რაღაცას გავაკეთებთ. აი ესეთი მასაა. ჩავლებივი. როგორც არაჟანი, ისეთი მასა უნდა მივიღოთ. ცოტას გემოვნებავს ინჯო როგორია. გემრიელია. ვისაც გაინტერესებთ რა ინგრედიენტი როდის ჭირდება და რამდენი კოვზი და როგორ, დამიწერეთ კომენტარებში და მოგწერთ აუცილებლად. მე ახლა განვაგრძობ რევას. აი ესეთი კარგი მასაა. და ეხლა ამას ტაფაზე გადავიტანთ. ოღონდ მთლიანად არა, რა თქმა უნდა, პატარა ესეთ მრგვალებს გავაკეთებთ, ოღონდ ცოტა დიდცა ისიც. დავასხით ზეთი. ისე რომ საკმარისი იყოს და ეს ეხლა ესე სულ მთლიანზე იქნება ზეთი. ავანთოთ გაზი. გადავწყვიტეთ ესეთი კოვზი აგვიღო და ამით დაგვესხა, ვიდრე ესეთი. დავასხით აი ესე და ეხლა მესამეს დავასხით. არა, ხელი გამო. გადავაბრუნეთ ალადები და მზადდება. გამოვიდა ესეთი ბლინები. დავდეთ მეორე ფენა. პროცესი ცოტა მეც მივიღე. კარგით მეგობრებო, ბოლოს გაჩვენებთ. მე გავხეხე უფრო სწორად კამფეტი. ნუტელა წავუსვი ფენებზე. აი აქ. და შემდეგ ესე მოვასხი და მოვაყარე ის კამფეტით. სხვადასხვა არ ვიცი რა გემოექნება, მაგრამ ალბათ გემრიელია. ნახოთ აბა. ესე ნახოთ აბა. ძალიან გემრიელია. აი ესეთი გემრიელი არასდროს არ გამკეთებია. მართლა. ჩემო დამას მოიტანა. აი. მომდეცალი. ძალიან გემრიელია. აი ყურით. მე ხატავ ნუტელას. გემრიელია ესე. მის გავაკეთე რა. არ უნდა დაჩინდეს. მინდოდა. მეტი შოკოლადა. როგორ არის რამდენია? ის ქოქოსი. და ხაზდები. იქ ხო იყო. ძალიან გემრიელია. ერთი იმას გეტყვით და მეორე იმას გეტყვით, რომ თქვენს გაკეთეთ აუცილებლად ესეთი რაღაცა. ძალიან მოგეწონებათ, მართლა მე არ ვტყვი. იმიტომ რომ ძალიან მომწონს ეხა და მე ალბათ სულ გადავჭა. აი, ეხა დაგემშვიდობებით, მე ამას შევჭამ აუცილებლად. დაგემშვიდობებით და მადლობა რომ ჩემს ვიდეოს უყურეთ. ეს ორი ვიდეო ნაწყვეტი და აუცილებლად უყურეთ. ნახვამდის. აი, ჩემთვის. კარგად.